ну, ხო, ეს უკვე ტრადიციაა, რომელსაც მისდევს ქართული ოცნება თავის დისკურსში. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად ჩამოყალიბებული აქვს რაღაც სტანდარტი და ნორმატიული ლექსიკა ამასთან მიმართებაში და ну, რაღაცნაირად აღარ გვიკვირს უკვე, როცა ვისმენთ ესეთ განცხადებებს. მართალი გითხრათ, არაფერი საინტერესო რა თქმა უნდა ჩემთვის და არც თქვენთვის ალბათ არ იყო ამ გამოსვლაში, იმიტომ რომ არაფერი ახალი ჩვენ არ გაგვიგია აქედან გამომდინარე, ხო, იყო ისევ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ მზად ვართ, რომ დიალოგი გავმართოთ ყველასთან და უნდა აუცილებლად პატივიცენ ჩვენს, ესე ვთქვათ, რაღაც უფლებებს და ჩვენს სუვერენიტეტს და ასე შემდეგ. დაახლოებით ეს დისკურსი იყო. ცოტა დემაგოგი, ასე ვთქვათ, თამადის ბრტყელ და ყალბს ადგერძელოს გავდა. იცით რა შესაქმე? ანუ რაღაც აუბა გვერდი იმ დისკურს, რომელიც მიმდინარეობდა შეიძლება ითქვას მნიშვნელოვან საერთაშორისო აქტორებს შორის, აი მულტიპოლარული სამყაროს ვთქვათ რაღაც საკითხთან მიმართებაში, ანუ საითკენ მიდის ვთქვათ ახლა ეს მულტილატერალიზმი, რომელიც სხვა რამეა და ნიშნავს საერთაშორისო ურთიერთობებში ყველასთან ასწორობას და მათ შორის ურთიერთობას, მჭიდრო ურთიერთობას და მულტიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბება კიდე ნიშნავს იმას, რომ იქნება რაღაც პოლიუსები, რომლებს გარშემოც უნდა იყოს აუცილებლად სატელიტებივით შემორტყმული, გარკვეული ეს ვთქვათ რაღაც ესეთი დაყოფა, სეგრეგაცია, ხო? და მის გამოსვლაში მე ნიშნა ეს, რომ ესე ვთქვათ, რომ იცვლებაო სამყარო და მიდისო ახლა უკვე მულტიპოლარიზმისკენ, ანუ მან პირდაპირ პრაქტიკულად გააჟღერა, თუმცა ახლა ფაქტია, რომ ტრამპის გამოსვლაშიც იყო ესეთივე ნოტები, ხო? მაგრამ ხო, თუმცა ტრამპი და ყაველაშვილი ცოტა სხვადასხვა კონტექსტია, ჩვენ სხვა რეგიონში ვართ, სხვა მასშტაბების წინაშე. სხვა პრობლემები გვაქვს და სხვა ინტერესები გვაქვს. ჩვენ პატარა ქვეყანას აბსოლუტურად არ უნდა გქონდეს ინტერესი, რომ რაღაც მულტიპოლარულ სამყაროში აღმოჩნდეს და უბრალოდ ვერ გადავრჩებით. ხო, და გინდა თუ არ გინდა, უნდა რუსეთთან იყო მაგალითად, იმიტომ ამ რეგიონში ის არის, ვთქვათ, მეფე, ხო? ხო, და ყველა ვიცით, რომ მულტიპოლარულში რეალურად რუსეთთან ყოფნა იგულისხმება. ხო, ეს არის შეფუთული ფასადი. ხო, ყველაზე ახლო ჩვენთან და ნუ შეიძლება რუსულ-ჩინური ტანდემი, ვთქვათ, მომავალში, ხო? თუნდაც. ნუ აი ეს მინიშნება, რომ ჩვენ შევეგუეთ, ნუ უბრალოდ აი ყაველაშვილი და მისი, ვთქვათ, გუნდი შეეგუან აი ამ აზრს, რომ სამყარო იცვლება და რაღაც ახალი მოდის და აი ამ მიმართულებით საჭირო არის გადახედვა ურთიერთობების. რაც ასევე გულისხმობს იმ მიდგომების გადახედვას, რომელიც თქვათ ევროპული ინტეგრაციის პროცესში არსებობს. ევროპული ინტეგრაციის პროცესში არის რაღაც რიგი პრინციპებისა და საკითხებისა, რომელიც არ ექვემდებარება განხილვას და ტრანზაქციული ხასიათი არ აქვს ამ ურთიერთობებს. მე ამას გავაკეთებ, მაგრამ შენ ეს გამიკეთე და ასე შემდეგ, ესე არ არის და მე ამას მინდა გავაკეთებ, მინდა არ გავაკეთებ, ესეც ტრანზაქციულია, ხო? ევროპულ ინტეგრაციაში არის ესეთი არსებობს რაღაც პრინციპები, ჩამოყალიბებული კრიტერიუმები და შენ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებ გაშლილი სახით, ეს არის რეფორმების ჭამონათვალი, სხვადასხვა სახის თავისი, ესე ვთქვათ, რაღაც მაჩვენებლებით და ასე შემდეგ, შენ აღწევ ამ ნიშნულებს და შენ მიდიხარ წინ ამ პროცესში, ისევე როგორც სკოლაში ან სტუდენტი, რომელიც სწავლობს, ხო და ეხლა წარმოიდგინეთ, ამ შემთხვევაში გამოვიდა სტუდენტი, რომელიც ამბობს, რომ მე რასაც მინდა იმას ვისწავლი, რასაც არ მინდა არ ვისწავლი, რაღაცაში დავეთანხმები ლექტორს და რაღაცაში არ დავეთანხმები და მე ჩემნაირად ჩამოვაყალიბებ პითაგორას თეორემას მაგალითად, ხო? მე არა ვარ თანახმა იმაზე, რომ თქვათ ჰიპოტენუზის კვადრატი უდრის კათეტების კვადრატის ჯამს, მაგრამ მაინც გადამიყვანეთ შემდეგ კურსზე. მაგრამ მაინც გადამიყვანეთ შემდეგ კურსზე, საერთოდ თქვათ მომეცით დიპლომი და მიმიღეთ თქვათ იმაში უფრო მაღალ დონეზე ასპირანტურაში ან რაღაცა, ხო? ანუ დაახლოებით ეს არის და ანუ ამაზე იყო მინიშნება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აჩვენა, რომ თითქოს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი აქტორი. რაც ქართული სახელმწიფოსთვის წარმოუდგენელი თუ არა, უბრალოდ ძალიან რთული შესასრულებელი არ ვიცი, მიუღწევადია. საერთაშორისო თეორიაში, ხა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში ესეთი მცირე რესურსების მქონე ქვეყანა, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელ პოლიტიკას ეწეოდეს და მე რაც მინდა ის და ტრანზაქციული იყოს მისი ურთიერთობები, ეს რაღაც სინგაპურივით უნდა მოხვდე რაღაც ისეთ სიტუაციაში, როდესაც ან შვეიცარიასავით, როდესაც ყველას აწყობს შენი, აი ესე ვთქვათ, სრული ავტონომიურობა ყველა საკითხში და
და ჩვენთან კი ვხედავთ როგორი მტრული გარემოა. იზოლაციონისტური რაღაც ისინიც კი ვთქვათ, ხო, მიდგომები, მაგრამ ეს სხვა კონტექსტია, ხო? საქართველოში არის ესეთი კონტექსტი. ჩვენ ვართ რეგიონში, სადაც მოქმედებენ ძალიან ძლიერი აგრესიული ავტორიტარული ძალები, სადაც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული პატივისცემა, საერთაშორისო ნორმების, შეიძლება ნებისმიერ დროს დაარღვიონ შენი საზღვარი, ვიღაცამ წაგართვას რაღაც ტერიტორია, მერე ომი ამისთვის კონფლიქტი, შიგნით დაირღვეს, თქვათ, შიდა, თქვათ, კონსტიტუციური ნორმები და ასე შემდეგ. ჩვენ ესეთ რეგიონში ვცხოვრობთ და აქ აბსოლუტურად ტრანზაქციული დამოუკიდებელი ურთიერთობების ეს უნდა იყოს შენ რაღაც ძალიან დიდი პოლიტიკოსი, ძალიან დიდი, არ ვიცი, გენიოსი უნდა იყო, რომ შეძლო გადაარჩინო ესეთ სიტუაციაში ქვეყანა. ისტორია ესეთ პრეცედენტებს პრაქტიკულად არ იცნობს. ალბათ ისე ჩამოსაცვლელი და ისიც გარკვეული მიზეზების გამო მოხდა ამის რეალიზაცია. ეს მიზეზები ჩვენს კონტექსტთან არ ახლავს და ჩვენს ქვეყანას. ეს გამოსვლა ამითი იყო საინტერესო, ანუ იქ ჩანდა, რომ აქ არ კეთდებოდა აქცენტი საქართველოს მიერ არჩეულ კურსზე, რომ ეს არის ევროპული ინტეგრაციის კურსი და ვთქვათ ნატოში ინტეგრაციის კურსი და ამიტომ საქართველოს ყველაფერს აკეთებს ამ ქვეყნებთან დაახლოებისთვის. არა, აქ იყო საუბარი, რომ აი მე ვარ დამოუკიდებელი აბსოლუტურად სახელმწიფო, არაფერს არ ვითვალისწინებ, ნოლიდან ვიწყებ ყველასთან ურთიერთობას. მითხარი რას მთავაზობ და მე გეტყვი რას გთავაზობ და მოდი ერთმანეთთან ვივაჭროთ. ყველასთან თანაც, ყველასთან დიდთან, პატარასთან ამერიკას ეუბნება, რომ მოდი დავიწყოთ დიალოგი და ამერიკასთან მე თანახმოვარ დიალოგი დავიწყო და მითხრას რა უნდა ჩემგან და მე ვეთქვი რამინე მისგან, მაგრამ არ გაბედოს და მე რაღაცა თავზე არ მომახვევს, არ მითხრას რომ შენ ადამიანის უბნები დაიწავი, ან შიგნით რაღაცა კორუფციას ებრძოლე, ან რაღაცა ეს. ხო, ამას ამბობს, მაგრამ ეს თავისთავად იცის ყაველაშვილმა თუ არა იმან ვით ტექსტი დაუწერა, რომ ასე არ ხდება პოლიტიკაში და საქართველოს ამის ძალა არ შესწევს მეგობრების გარეშე. იყო აქცენტი იყო გეოპოლიტიკურ ესე ვთქვათ ფუნქციაზე საქართველოსი, განსაკუთრებით ეს რომელსაც კარგავთ თანდათან სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციაზე, რომელიც შეიძლება რომელსაც კარგავთ და ამ შემთხვევაში არ დავკარგავთ, მაგრამ შემცირდება მისი ესე ვთქვათ რაღაც აი მისი მნიშვნელობა შემცირდება რა თქმა უნდა. თუ როცა სომხეთის თქვა დერეფანი განვითარდება. კი, ზანგეზურის დერეფანია თუნდაც ტრაპის ჩართულობა. ეს წარმოიდგინა, ვინც ეს დაუწერა ან ვისთანაც ერთად ამაზე ფიქრობენ, შეიძლება ეს კონცეფცია აქვს. მათ წარმოუდგენიათ, რომ მარტო აი ამ ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობის გამო საქართველოს შეუძლია იყოს აბსოლუტურად ყველასგან დამოუკიდებელი აქტორი, რომელიც არ იზიარებს არავის აზრს, არავის ურთიერთობებს, მაშინ აქ სჭირდება არც ევროპული ინტეგრაცია, არც იმ კონვენციებთან შეერთება, შეიძლება გამოხვიდე ევროპის საბჭოდან. ეს შემთხვევითი არ იყო ეს გზავნილი გაეროს ტრიბუნაზე, ბატონო კახა, აუცილებლად გავიხსენოთ ისიც, რომ ამ ყველაფერს თბილისში პარალელურ რეჟიმში ახლდა ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში და როგორც ცოტა ხნის წინ გავიგეთ, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში იბარებენ ევროკავშირის ელჩებს, უზიარებენ შეშფოთებას მათ, რაღაცა რადიკალების წახალისებაში ადანაშაულებენ იმის გამო, რომ დიპლომატები საკუთარ საქმეს აკეთებენ. ხო, საქართველოსებას წარმოუდგენია, რომ აქ აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი მხოლოდ მთავრობას, მხოლოდ მათ პარტიას ხვდებოდეს, მხოლოდ მათგან იღებდეს ინფორმაციას და ალტერნატიული აზრით არ ინტერესდებოდეს და თუ მაგალითად რომელიმე ელჩი შეხვდება, თუნდაც მომიტინგეს, თუნდაც ჟურნალისტს ჩვენთან არაერთი დახურული შეხვედრა გაიმართა, თურმე ეს არის რაღაცა საბოტაჟი და ხო, ეს არ არის შემთხვევითობა. თქვით ახლა რომ ძალიან ზუსტი რაღაცა თქვით, დახურული შეხვედრა გაიმართა. განსაკუთრებით დახურულ შეხვედრას რაც შეეხება დიპლომატის აბსოლუტური უფლება, იგივე ვენის კონვენციით, რომელსაც ასახელებენ, შეხვდეს ნებისმიერი წრის და ნებისმიერი სტატუსის წარმომადგენელს. ოღონდ არ უნდა მოხდეს ამის გაპიარება, ამ შეხვედრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება, ისე რომელიც გავლენას ახდენს, თქვათ, ქვეყანაში შიდა პოლიტიკაზე, ხო? არა, უბრალოდ დიპლომატია შეხვედრა ჭირდება იმისთვის, რომ ინფორმირებული იყოს. ეს არის მისი მისია, მისი მუშაობის მთავარი მიზანი. ეხლა მე ევროპელ დიპლომატებს როგორც უყურებ საქართველოში ევროკავშირის ელჩს კი, რომელსაც აქვს ბევრად უფრო დიდი კიდე რაღაცა ფუნქცია, რომ საქართველოს დაეხმაროს აი ამ იგივე კრიტერიუმების შესრულებაში, რომელსაც ევროკავშირი კანდიდატ სახელმწიფოებს უყენებს და ესე იგი კრიტიკის გარეშე ერთს არც გამოვა, მაგრამ როგორი ფრთხილია კრიტიკის, აი ესე ვთქვათ, ღია კრიტიკის თვალსაზრისით. მე ელჩები არ მინახია, რომელიც რაღაცა ძალიან ღიად რაღაცა აკრიტიკებენ მთავრობას და ასე შემდეგ. მაგრამ რაც შეეხება შეხვედრებს, ეს აბსოლუტური მათი სრული, ესე ვთქვათ,
ვთქვათ, ლეგალური და კონვენციით დაშვებული უფლება არის, რომ შეხვდნენ ნებისმიერ NGO იქნება ეს თუ პოლიტიკური პარტია თუ ნებისმიერი აქტივისტი. ხო, აი ელჩების მისამართი თითის ქნება, მათ შორის ახლა არ ვიცი ეს ვინმე ლევან ჟორჟოლიანი, აი კადრში ვინც ჩანს, კანცელარიაში დაიბარა თურმე გერმანიის ელჩი და ხო მართლა თითს უქნევდა და უთხრა რომ აი არ ვარ კმაყოფილი ორ ქვეყანას შორის დღეს არსებული ურთიერთობების დონითო. ეს რაღაცნაირად ჩემი აღქმით ცოტა დიპლომატიის დამცირების თვის გაკეთდა და გაავრცელა ეს ფოტომასალა და ინფორმაცია ამის შესახებ თავად მთავრობის ადმინისტრაციამ. ეს რატომ ხდება? რაღაცნაირად ახალ ფაზაში გადავდივართ შეტევის ახალ ფაზაში როგორც ჩანს და თქვენი მოლოდინი თქვენ დიდარი გამოცდილება გაქვთ და ალღორას გეუბნებათ სანამდე მივალთ ახლა და არჩევნების წინა პერიოდია და რამე სიახლე სიურპრიზი ხომ არ გველოდება ამ ურთიერთობების უფრო სიხისტის თვალსაზრისით. მე მგონია რომ აქ არის უბრალოდ მიბაძვა ესეთი რაღაცები გააკეთეს ბელარუსმა, რუსეთმა, თურქეთმა მათ შორის, ერდოღანის თურქეთმა, ავტორიტარიზმის როცა გარკვეულ დონეს მიაღწია თურქეთმა, ისინი ხდებიან ძალიან ეჭვიანები. ეს არის ეჭვიანობის საფუძველზე ელჩების დადანაშაულება რაღაცის მომზადებაში, ვიღაცას თუ შეხვდა და ჩვენ არ ვიცით რატო შეხვდა და რაზე ელაპარაკა, მაგალითად რომელიღაც კრიტიკულ NGO-ს, რომელიც შემჩნეულია ხელისუფლების კრიტიკაში, ესე იგი იქ რო შეხვდნენ, ჩვენ გვაკრიტიკეს, ხო? და ამის გამო, ვთქვათ, რუსეთში ყოფილა შემთხვევები, რომ გაუყრიათ ელჩები, ვენის კონვენციის გარკვეული მუხლის 51 მუხლია ვთქვათ, რომელიც აი ზღუდავს ვთქვათ, რომელიც ამბობს შიდა საქმეებში ჩარევა არ შეიძლება, ხო? ამის დღეს მოვისმინე ანალიზის, სხვათა შორის რომ მოცნებაც ამისთვის ემზადება, რომ გაყაროს ელჩები. შეიძლება ცოტა გაზვიადებულად მოგვეჩვენოს, მაგრამ ისეთები ხდება არაფერი გამგვიყვება. მაგრამ ნოტები გაუგზავნიათ ჯერ მერე ვთქვათ ელჩის დაუბარებიათ და მერე ნონგრატათაც გამოუცხადებიათ და თურქეთმაც გაყარა რამდენიმე ელჩი, ზუსტად არ მახსოვს რომელი ქვეყნების, მაგრამ დაახლოებით იმის გამო რომ ისინი ღიათ აკრიტიკებდნენ გარკვეულ ქმედებებს თავრობის. აქ ღია კრიტიკა არ ყოფილა, პრინციპში ყოფილა რაღაც შეფასება, შეიძლება რომელიც რაღაც ზღვარზეა. შეიძლება თქვა რომ ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა და როგორ ფიქრობ და გაიპარა, მაგრამ ისე პირდაპირ კრიტიკა რომ აი ეს თავრობა რას აკეთებს და ეს ასე შემდეგ ან ხელის შეწყობა იმისთვის ან მონაწილეობა ვთქვათ იმაში ელჩები არც ერთი არ მონაწილეობს არასდროს არანაირ ვთქვათ დემონსტრაციაში და რუსთაველზე საპროტესტო აქციაში არ იღებენ მონაწილეობას იქ არ გამოდიან ხო სიტყვებით ხო ელჩები ხო თუმცა მაგალითად ელენე ხოშტარია რომელიც შიმშილობდა პარლამენტთან და მისი მონახულება ელჩის მხრიდან აღიქვეს ქართულეცების მხრიდან როგორც ხელშეწყობა რადიკალიზმისა რაღაც არ არის დაზუსტებული რა რადიკალიზმია ლაპარაკი ანუ შიმშილობის უფლება ეს არის დემოკრატიული უფლება და აქ არის საუბარი იმაზე რომ ადამიანის ჯანმრთელობის დასადგენად მივიდა მოშიმშილეს ხوار დაიბარებდა საელჩოში ელჩი მივიდა რომ დაედგინა როგორ არის და ხო არ არის ცუდად და რა ისე მივდივართ მოკლედ იქამდე რომ ქართულ ოცნებას როგორც ჩანს ხშირად უნდა განვუმარტოთ რა არის დიპლომატის მისია რომელიც წარგზავნილია ჩვენს ქვეყანაში აქ კონკრეტული საქმიანობისთვის ზუსტად ესე ეს არის მიზანმიმართული პროპაგანდა, რა თქმა უნდა, რუსეთში ზუსტად ესე უხეშად და ბელარუსში ექცევიან დიპლომატებს, მაშინ როდესაც მათ უნდა შიდა მოხმარებისთვის გამოიყენონ დიპლომატები რაღაც მტრებად და რაღაც თეორიების შეთხზან, თქვათ, შეთქმულების და ასე შემდეგ. აუცილებლად უნდა შევეხოთ არჩევნებს 4 ოქტომბერს, მოკლედ ნაწილი ამბობს, რომ ჯერ დილას არჩევნებზე მივა მერე აქციაზე რუსთაველზე, მოღალატეებად მოიხსენიებს საზოგადოების ნაწილი არჩევნებში მონაწილეებს და პირიქით ისმის ასევე საყოველთაოდ იმასთან დაკავშირებით რომ ვინც ხმის მიცემას არ აპირებს და მხოლოდ საპროტესტო ტალღაშია ჩართული თითქოს ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. პირადად თქვენ რას აპირებთ 4-ში დილას არჩევნებზე წახვალ საღამოს აქციაზე თუ როგორია თქვენი გეგმა? გამოვიდეთ იქიდან რომ მე რას ვაპირებ ეს არის ჩემი დემოკრატიული ესე ვთქვათ უფლება რომელიც დაცული არის ვთქვათ ჩემი ესე ვთქვათ იმის ხო არჩევნებზე წასვლის ფარულობის უფლება. ხო, ვისაძლევ თქმას არ გეკითხებით. ანუ გასაგებია, მაგრამ წასვლის ხო მე მომხრე ვარ, ყველა მიცის რომ ვინც წაუკითხავს ხეთ ჩემი ამ პოსტები ან გადაცემაში სადღაც მოусმენიან რაღაცა და საკმაოდ ბევრი ხალხი ესეთი, ყველა მიცის რომ მე
ყოველთვის ვიყავი თავიდანვე, სანამ გამოაცხადებდა ლელო და გახარიას პარტია, სანამ გამოაცხადებდნენ, რომ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მე დავწერე სტატუსი და ჩემი არგუმენტები მოვიყვანე, რატო არის საჭირო არჩევნებში მონაწილეობა ამჯერად და ამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ამ აზრზე ვრჩები, რომ უფრო სწორი გადაწყვეტილება, ორივე გადაწყვეტილებას აქვს თავისი მინუსები, თავისი პლუსები. იქ საუბარი იყო ბოიკოტის მომხრეების მხრიდან რაღაც ლეგიტიმაციას და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ლეგიტიმაციის, თქვათ, ნიშნების, ესე ვთქვათ, გაძლიერების შესაძლებლობა ამ კონტექსტში. აი კომბინაციაზე რას ფიქრობთ, რასაც მათ შორის ირაკლი კუპრაძე ამბობს, ჯერ არჩევნებზე, მე რეაქციაზე? ნუ კი ბატონო, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მე მგონი ძალიან შემრიგებლური და სწორი პოზიციაა. არავითარ შემთხვევაში რაც არის აქ მთავარი. გასაგებია, რომ წასულიყვნენ ერთად არჩევნებზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს მოიგებდა მთლიანად მოძრაობა, ჯერ ერთი საპროტესტო მუხტის გაძლიერების კონტექსტშიც მეტი მიზანი მიეცემოდა, საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გაძლიერდებოდა ამ პროცესში, ანუ რეგიონებში გასვლის პროცესში, ხალხის მეტი მობილიზება მოხდებოდა, იქ მოხდებოდა, ვთქვათ, ბრძოლა იმისთვის, რომ საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, ვთქვათ, რომელიც ახალი მიიღეთ, გაეუქმებინათ, რომ დაფინანსება მიეცათ პარტიებისთვის, ამის გარშემო იქნებოდა საპროტესტო კოდექსი, ისა საპროტესტო მუხტი. მე ესე მგონია, შეიძლებოდა ამის გაკეთება, მაგრამ რახან არ გაკეთა? ეხლა მოხდა ესე, რომ ეს ორი პარტია თვლის, რომ სწორი გზა არის ეს, მეორე პარტია ხთვის, თავარი აქ არის ეხლა ამ მომენტში, რომ ამან არ გამოიწვიეს განხეთქილება პოლიტიკურ ძალებს შორის ისეთი, რომ შემდეგ თუ მართლა დაინიშნა და ღმერთთვაქნას რომ ეს მოხდეს საპარლამენტო არჩევნები, ვეღარ მოახერხონ ერთმანეთთან კოალიციის შექმნა. ამიტომ თავარია, რასაც მე მოუწოდებდი, წავა არჩევნებზე თუ არ წავა ადამიანი, წავა აქციაზე თუ არ წავა აქციაზე იგივე ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, არავითარ შემთხვევაში არ მოახდინონ ერთმანეთის დემონიზება, დადანაშაულება და ეძიონ გზები ერთმანეთთან კვლავ თანამშრომლობის მომავალი მიზნებისთვის. ეხლა რაც მოხდება, ანუ რაღაცა ან შეიცვლება, ან არ შეიცვლება, მაგრამ მომავალი მიზნები წინ არის და სხვაგან ვერ გაიქცევიან ერთმანეთს. უნდა გქონდეთ კოალიცია, უნდა გქონდეთ თანამშრომლობა იმისთვის, რომ თუ უნდათ გაიმარჯვონ, თუ არა და რომც ჩატარდეს, მაგალითად, ერთ წელიწადში, ვთქვათ, ოცნებამ გამოაცხადა დიდი წნეხის შედეგად, გამოაცხადა, რომ ერთ წელიწადში მე დავნიშნავ არჩევნებს, ან ნახევარ წელიწადში არ ვიცი, მაგრამ უფრო მოსალოდნელი ერთ წელიწადში ალბათ და ოპოზიციური სპექტრი ვერ თანხმდება, ვთქვათ, ერთიანად მონაწილეობაზე, ან გაიმარჯვეს კიდევაც, ვთქვათ, მართალია მყიფე იქნება ძალიან მათი უმრავლესობა, მაგრამ უმრავლესობა რო შეკრან პარლამენტში და შემდეგ მთავრობა შექმნან, შეიძლება ესეც ვერ მოახერხონ იმის გამო, რომ ისეთი სიტყვებით ესაუბრენ ერთმანეთს და განსაკუთრებით მე ვიტყოდი, რომ ბოიკოტის მომხრეები არიან ბევრად უფრო აგრესიულები ამ თვალსაზრისით, ვიდრე ვთქვათ იმაზე არჩევნებში მონაწილე პარტიები, მაგრამ მაინც ორივეს უნდა კონდეს ერთმანეთთან კვლავ ხელის ჩამორთმევის შესაძლებლობა და ბრძოლის ერთად გაგრძელების შესაძლებლობა. აი ამას მე გაუსვამდი ხაზს.